დღეს 27 ოქტომბერია და დღევანდელ დღეს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს არის პროფესია, რომელიც დიდწილად განაპირობებს იმას, თუ ვინ იქნებით ჩვენ მომავალში. და საქართველოს ყოველთვის უერთდება აი ამ დღეს აღნიშნავს სხვადასხვა ღონისძიებით. ლევან ღირსიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე შემოგვიერთა ახლა სტუდიაში, ვისაუბრებთ დღევანდელ დღეზე და გეგმულ ღონისძიებებზე. მოგესალმებით. სანამ ღონისძიებებზე გადავალ, არ შემიძლია პირველ რიგში არ გკითხოთ, თქვენ თუ გყავდათ ისეთი მასწავლებელი, რომლის გავლენასაც ახლაც გრძნობთ. რა თქმა უნდა. რისი მასწავლებელი იყო, რომელიც ქართულის ენისა და ლიტერატურის. ქალბატონი ცისანა კაკავა, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი. და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც მიგიღიათ მისგან. ქართული ენა. ქართული ენა კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მასწავლებლის პროფესია და მე მგონი ამაზე ყოველთვის ხვდებით და ბევრი რომ არ ვისაუბროთ, მე უშუალოდ გადავიდეთ დღევანდელ ღონისძიებებზე, იმიტომ რომ დღეს ვიცი რომ ჯილდოც გადაეცემათ პრემია მასწავლებლებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მათთვის. მოგვიყევით რსა დღევანდელი ღონისძიებების შესახებ. პირველ რიგში მადლობა, რომ საშუალება მაქვს 27 ოქტომბერს დილის თქვენი დილის ეთერით მიულოცო ჩვენ 60,000-მდე პედაგოგს. დღევანდელი დღე, მასწავლებლის ეროვნული დღე. ჩვენ დაახლოებით უკვე 3 წელია რაც ეს დღე აღინიშნება საქართველოში. არის მასწავლებლის პედაგოგის საერთაშორისო დღე, თუმცა ეროვნული დღე არ იყო დაწესებული და უკვე 3 წელია რაც ქართველი პედაგოგები და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო აღნიშნავს ამ დღეს. მინისტრის ინიციატივა იყო, რომ ეს ამ დღის აღნიშვნამდე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩავსულიყავით და ადგილზე მიგველოცა მასწავლებლებისთვის და უფრო მასშტაბური გავხადეთ 27 ოქტომბრის აღნიშვნა და 2 თვის განმავლობაში ვემზადებოდით მინისტრი მოადგილეები, სხვადასხვა ჩვენი თანამშრომლები ჩავდიოდით ადგილზე, ხვდებოდით ჩვენს პედაგოგებს და ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებსაც თვითონ სკოლები და სკოლის ხელმძღვანელები და რესურს ცენტრები არჩევდნენ, გადავცემდით მადლობის სიგელებს იმის გამოსახატავად, იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელიც აუცილებელია გამოვხატოთ ჩვენი პედაგოგების მიმართ. დღეს არის დასკვნითი ეტაპი უკვე ამ მთლიანი პროცესის. გამოინტერვიენ გამარჯვებული. შეირჩა, ვინაობა რა თქმა უნდა არ ვიცით, ეს არის ჩვენც არ ვიცით. რა კრიტერიუმებით შეირჩნენ გამარჯვებულების საინტერესო? ეს კრიტერიუმები არის რა თქმა უნდა ღვაწლმოსილება, პროფესიონალიზმი, მშობლების კეთილგანწყობა, ბავშვების სიყვარული და თვითონ მათი გრძელი გზა. ალბათ მაგის ინდიკაცია ძალიან რთულია, აწარმოო თქვა, ხო აი თუნდაც ბავშვების სიყვარული და თქვა დამოკიდებულების გამოვლენა. ამიტომ მე მგონია რომ ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ აშკარად ერთი ან მეორე. ეს რა ძალიან დიდ ხანს მუშაობს კომისია, სპეციალური კომისია იყო შექმნილი, რომელიც დავიწყეთ 100 მასწავლებლით, შემდეგ ჩამოვედით, მასიდან კიდე შეირჩა, გაიცხრილა სუდი სიტყვა, მაგრამ ნუ კიდე დაიწურა ეს სია. თვითონ კომისიის მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის დახურულია. ჩვენ არ ვიცით ვინ იქნებიან ეს 10 ღვაწლმოსილი. კომისიის წევრები ვიცით? კომისიის წევრები კი, რა თქმა უნდა, აქ არიან პედაგოგები, სკოლის დირექტორები, რესურს ცენტრები, განათლების მინისტრის მოადგილეებიც არიან ჩართული. მე არ ვარ კომისიის წევრი. შესაბამისად არ მიმიღია კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. კენჭისყრები კომისიის გადაწყვეტილების იყო აბსოლუტურად ანონიმური და დახურული, არავინ არ იცის. ეს 10 მასწავლებელი ვინ იქნება დღეს საღამოს 10 საათზე საქართველოს შეიტყობს 10 დამსახურებული პედაგოგის შესახებ. აი კრიტერიუმებზე რადგან ვსაუბრობ, ერთია თქვა ბავშვის შეფასება, მშობლის, თანამშრომლების, კოლეგების ასე შემდეგ, მაგრამ თუ აქცევთ ყურადღებას კომისიის წევრები, თუ აქცევენ ყურადღებას, თქვა მიდგომებს და მეთოდოლოგიას რითიც შეასწავლიან ისინი. კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კომპლექსური სამუშაო არის ჩატარებული და ყველა შესაბამისი კრიტერიუმით, რომლითაც შეიძლება შერჩეული იყოს მათი სახელები და გვარები, რა თქმა უნდა, ყველა კრიტერიუმი იყო ჩართული მუშაობის პროცესში. დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო რთული ხდება მასწავლებლის პროფესია, იმიტომ რომ სამყარო ვითარდება, ჩქარდება, ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან პედაგოგები. ეს უნიშნელოვანესი პროფესია, გაქვთ თუ არა თქვა პერსპექტივაში რამე ხედვა ან ქმედება, რომ უფრო მეტად დაფასებული და პრესტიჟული გახდეს, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, თქვენ იცით რომ
სხვათა შორის დღეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და გილოცავთ სრულად საქართველოს გილოცავთ 185 წლის გახდებოდა საქართველოს ასე ვთქვათ პირველი პედაგოგი, რომლის შესახებაც უკვე პატარა ბავშვებმაც იციან და ახალმა თაობამ რა თქმა უნდა იცის. ვიცით რომ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმა. მე მინდა გითხრათ რომ დაახლოებით ზუსტ დროს არ ვერ გეტყვით ჯერჯერობით, მაგრამ მუშაობთ ძალიან მალე იქნება მინისტრი წარადგენს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას. იქ იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზი, რომლის შესახებაც მე ახლა არ მინდა საუბარი და რა თქმა უნდა არ გადავასწრებ წინ მოვლენებს. და მთავარი ამოსავალი წერტილი არის როგორც ჩვენი განათლების ეროვნული სისტემის მორგება იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომელიც დღეს უკვე თვალსაჩინოა და ყველამ ვიცით რა გამოწვევები არის გლობალიზაციის პროცესში, რა გამოწვევებიც არის, რომ უნდა იყოს შენარჩუნებული ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ქართული ენა და ძალიან ბევრი ინიციატივა იქნება რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პედაგოგების კიდევ უფრო მეტად დაფასებას, მათი ცნობადობის ამაღლებას და მათ დაფასებას უკვე მომავალი ჩვენი თაობების. ერთი ცხადია, რომ ამ პროფესიის პრესტიჟი დღითი დღე მატულობს. ნამდვილად ასე არის, აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება ქონდა ჩვენ მასწავლებლების მიმართ და აბსოლუტურად განსხვავებულია ახლა საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ლევან ღირსიაშვილი განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე პასუხობდა ჩვენ შეკითხვას პირდაპირ ეთერში.